რამდენს იღებს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილის სანიოლი. როდესაც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, გულშემატკივართა ყურადღება მხოლოდ ფეხბურთელებზე კი არა, მთავარ მწვრთნელზეც, ფრანგ ვილის სანიოლზეც გადაერთო. ბევრმა იკითხა, რამდენს იღებს ის ადამიანი, ვინც გუნდი ასეთ წარმატებამდე მიიყვანა. ხელფასი კონტრაქტით. ევროპული სპორტული გამოცემების მიხედვით, სანიოლი ერთ-ერთი ყველაზე მოკრძალებულად ანაზღაურებადი მწვრთნელია კონტინენტზე. მისი საბაზისო ხელფასი წელიწადში დაახლოებით 200-240 ევროს შორის მერყეობს. ბრიტანული მედია კი აღნიშნავს ციფრს 168,000 ფუნტი, ანუ დაახლოებით 195,000 euро. თბილისის მერმა კახა კალაძემაც საჯაროდ თქვა, რომ სანიოლის ანაზღაურება შეადგენს თვეში 20,000 ევროს, რაც წლიურად ასევე 240,000 ევროს უახლოვდება. შედარებისთვის, ევროპის ტოპ გუნდების მწვრთნელები, როგორიცაა იულიან ნაგელსმანი გერმანიაში ან გარეთ საუთგეითი ინგლისში, წელიწადში 4-6 მილიონი ევროს იღებენ. პრემია და ბონუსები. ყველაფერი შეიცვალა 2024 წლის ზაფხულში. საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად გავიდა პლეი-ოფში და პორტუგალიის დამარცხებით მსოფლიო გააოცა. ამის საპატივცემულოდ ბიძინა ივანიშვილმა, მილიარდერმა და ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გუნდსა და სამწვრთნელო შტაბს $10 მილიონზე მეტი პრემია დაუპირა. ხოლო ესპანეთთან გამარჯვების შემთხვევაში თანხა უნდა გაორმაგებულიყო. ეს ნიშნავს, რომ სანიოლის რეალური შემოსავალი 2024 წელს ოფიციალურ ხელფასს ბევრად გადააჭარბა. კონტრაქტის გაგრძელება. 2024 წლის შემოდგომაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვილის სანიოლთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააგრძელა. თანხობრივი დეტალები არ გასაჯაროვდა, თუმცა ექსპერტების აზრით, წარმატებული ევროს შემდეგ სანიოლი არა მხოლოდ აღიარებას, არამედ გაუმჯობესებულ პირობებსაც იღებს. დასკვნა. ვილი სანიოლი ოფიციალურად წელიწადში დაახლოებით 200,000 ევროს იღებს. თუმცა ისტორიული წარმატებებისა და დაპირებული პრემიის ფონზე 2024 წელი მისთვის ბევრად უფრო შემოსავლიანი აღმოჩნდა. ეს ფაქტი კიდევ უფრო გამოკვეთს საქართველოს ისტორიას. პატარა ქვეყანა, მცირე ბიუჯეტით შეძლო ევროპას გაოცება, ხოლო მისი მწვრთნელი დაამტკიცა, რომ ფეხბურთში მთავარი არა ფულია, არამედ რწმენა, შრომა და შედეგი.